აი ეს ის ადგილია, რომელიც სტრატეგიული ობიექტიც არის საერთაშორისო ელემენტების ხელში. აი ესეთი სტრატეგიული ობიექტი უამრავია საქართველოში. ეს არის ნავთობმომპოვებელი კომპანია. ნავთობის ზღვა გვაქვს ჩვენ საქართველოში, ზღვა, მაგრამ არის დაბეჭდილი, ან თუ მოიპოვება მიაქვს საერთაშორისო ელემენტებს. ანუ ქართველი ერის ხელში არაფერი არ არის. აი ესეთი ქონება, როგორც ნავთობის, ასე ოქროსი, ასე მანგანუმის, ასე სპილენძის და ასე შემდეგ და წყალი და უამრავი სტრატეგიული ობიექტი არის საერთაშორისო ელემენტების ხელში. ამის ნაციონალიზაცია გვინდა ჩვენ ქართველ ერს. ამაზეა ბრძოლა და ერთადერთი სისტემა, რომელიც ამას შექმნის და გააკეთებს და იბრძოლებს და მოახდენს ნაციონალიზაციას, ეს არის ქართული ეროვნული პარტია, რომელიც არის ეროვნულ-სოციალისტური პარტია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთი პარტია არ იძახის ამის ნაციონალიზაციას. იმიტომ რომ მათ ემსახურებას უყველა. მათ ის არის ის 40 მილიარდი, რომელიც 40 მილიარდი დოლარი უпроსორად, რომელიც გაედინება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჯიბეში. და რა თქმა უნდა, შეკრული არაქართველი პოლიტიკოსები, რომელიც თანხდება ამას, ხელი აქვს მოწერილი და ლუკმასავით, ანუ პროცენტით აი ესე აძლევენ ერის გაყიდვის პროცესს. ეთანხმება. ამიტომ არის ღარიბი ჩვენი ქვეყანა. არავის არ უნდა უჭიდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ ამაზე ვიბრძოლებთ და ჩვენ ყველა სტრატეგიული ობიექტის ნაციონალიზაციას მოვახდენთ. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქართველი ერის და ეს არის აუცილებელი ღარიბი ადამიანი საქართველოში არ უნდა იყოს. და ეს არის სპეციალურად შექმნილი ეს ფონდი. წარმატებას უსურვებ ქართველ ერს